დღევანდელი გადაცემა ხალისით და საუკეთესო განწყობით რომ დავიწყოთ, პირველ სტუმრად მოვიწვიოთ ჩვენი მეგობარი, ცნობილი იუმორისტი და პაროდისტი დათო როსტომაშვილი. მოგზადი შემოძმაო, ეს და დავიდა, მოგზადი. დავით, შენ როგორც წესი, როცა მობრძანდები ხოლმე, ხარტულები თან მოგაგვდა რა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი მშობლიური კახეთია ამ შემთხვევაში აქტუალური და მოდი დაიწყე კახეთის თემით. ჩვენებური ერთი ოპერაში იყო პირველად. ყველა ელოდება ეხა ოპერაში წავიდა კაცი აბა. ჩამოვიდა და ეხა შთაბეჭდილებებს ეკითხებიან, მოგეწონაო? მე მეწონაო, მაგრამ მე მგონი ეგო ჩვენებურების აშენებური არ უნდა იყოს, აქაურები არ იქნებოდნენ. რათა? რა აივნები შიგნიდან ააქო. მამიდაშვილები ხო ენამოსრებულები მყავს ძალიან რა და ეხა რო ვიყავი საღდომოდ კახეთში ვირმა დაიყროყინა გას. აღარ არის ვირები ხო საშაურმეს ჩააბარეს ხო და ვა ვირმა დაიყროყინა მეთქი არის რო იძახენ არ არისო აბა ყოფილა მეთქი და არა ეგ ვირი არ არისო ფონოგრამა აქვს და მაგნიტოფონზე რთამენ რო არ დაავიწყეთ ვირის ხმაო. ზღვაზე წავიდნენ კახელი ცოლქმარი პირველად რა. ათუმში ეხა მოგეხსენებათ აჭარა როგორი გალამაზებულია და სულ რეკლამები გადის და მართლა ნუ ეხა ძირითადად ხო იქეთ მიწევს ხოლმე ყოფნა რა და მართლა მომწონს რა მეც მომწონს და ეხა რეკლამას რო უყურებ კიდე საერთოდ ულამაზესი არის რა და რო ნახავ გაუცდები რომ ნამდვილად ეგ არის მარტო რეკლამა არ არის და ეს სოლის სულ უყურებს ამ რეკლამებს და უღიტინებს ხმარს რა რომ წავიდეთ და წავიდნენ ხო და ჩქაროსტული მატარებლით წავიდნენ რა და ეს გვირაბები ხო არის პირველად არიან აბა არის რაიც რომელი გვირაბი რომელად ერთი ყველაზე დიდი გრძელი გვირაბი რომელიც არის იქიდან რომ გამოვიდნენ ყუში ჩარჩუჩურად სორს რო რა ვიცოდიო ამ ხელა გვირაბი თუ იყო თორე რაღაცას კი მოვასწრებოდით რა გამოიხედავთ სულ მე ხიდე გეცეს ეხა შენ არიყავიო ძიმე სცენარია სოლის შეშივის ქმარს კახეთში ეხა კახეთზე ვარ ძირითადად ორიენტირებული რა რომ მაიტა ვეგე მაგ ბალხსო რამე მოუხერხეო საერთოდ არაფერს არ მისმენსო საღამო და ეძახის მოდაკა შოშობერ ზაღლო შენო დედაშეს რათა რუსმერა ჩემზე მაგარი ხარო რაკაცების ხედან სუფრასთან ქეიფობენ კახეთში და მშობლების ადგილზე ჩამოვარდა რა და საერთოდ ხო ეგრეა ხა მშობელი რო გარიგებს არ უსმენ და მე ცხოვრებაში რო შეხვდება რაღაცა და რატო არ მოусმინე და რატო არ დაუჯერე და მაგ დღეშია რა მირტყმული აქვს ცოტა და ვირი ვარო რა ნაღდი ვირი ვარო რა აი ცხონებული მამა ჩემიო რასაც მეუბნებო და არაფერს არ უსმენდიო რა მე მესმინაო რა და რა გითხრა ეგეთიო კაცო ბიჭო ხო გითხარი არ უსმენდი რავი რა მითხარ სოლი ურეკავს კახელს ტელეფონზე რა რომ ბიჭო მიხო სახში ჩამოსვას აღარა ფიქრობო ხო წამო რა მერეო დაიცა რა ცოტა ხანი ვიფიქრო რა კახეთში ერთი კაცი ყოფილა 35 წლად ბიჭს აკეთებს რას ამბობ კაცო 35 წლა რატო ხო ძმაო რა ვიცი ერთი და ორი ფაქტი კი არ არის მაგალითები არის მივიკლე ნახდოთ ეგრეაო დაფიქრდა ეს რა დაიცაო რო არ გამოვიდესო ვარ გამოვიდა ესე თქვა ფულუკან ვაბრუნებო პატრიოტი კაცი იყო რა აბრუნებს ეხლა კახეთის ამბავი ჩვენიერი იყო მაგრამ დღეს 3 მაისია და მოგეხსენება გუშინ 2 მაისი იყო და შენ როგორც ქუთაისთან დაკავშირებული კაცი შენც მეც დიდი სამეგობრო ყავს და დიდი სიყვარული შენთან ერთად მოვიკითხოთ ქუთაისს იმიტომ რომ გვირილობა იყო გუშინ და ეს დიდი ზეიმი რომელიც ეწყობა ხოლმე ყოველ წელს არის კიდევ ერთი დასტური იმისა როგორი განსაკუთრებული სული და გული ტრიალებს და მართლაც საოცარი ქართული სულისკვეთება ამ წინვალე ქალაქში და მოვეფეროთ ქუთაისს და ყველა ქუთაისელს მინდა მეც დიდი სიყვარულით მივლოცო გვირილობა მართლა დიდი დღესასწაულია ზეიმი არის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მინდა მივეფერო ჩემ ქუთათურებს სხვათა შორის ძალიან თბილად მახსენდება იქ გატარებული პერიოდი როცა მუშაობდი რო ამბობენ ხოლმე ხო იცი ხუმრობით რომ ქუთაისიო იუმორის ნაგრძალი მართლა ასე იმიტომ რომ აი იქაური ისტორიები შემდგომ ხარტულები თუ ანეკდოტები პროფესიულ სცენაზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე და შენს რეპერტუარშიც არაერთი იყო და მოდი გაიხსენე მათ შორის რამდენიმე საინტერესო პირველი ჩასვლის დღიდან პირველი აი რაც რო ჩავედი სამსახურში აგვისტო იყო აგვისტოში ჩავედით რა და
ამ ჩვენ სამსახურთან უშველებელი ბილბორდი იყო გაკრული ცირეკიძის სურათით ოლიმპიური ჩემპიონი რო გახდა ცირეკიძე და ეწერა რომ ჩემპიონები სვამენ ცივ ჩაის და ეხატა ახალი გამოსული იყო ცივ ჩაი ხოლო რომ შევედი ახლა ბუღი ამდის რა და ეს ვინტანი გოგო ვინც იყო იქ მოვიდა და მითხრა რომ ისა რამეს ხომ არ მიირთმევთო და კი მეუთხარი ცივ ჩაის დავლები მეთქი და უარი კი არ მითხრა მობრუნდა და ჩაი ვურტყონა ხო იცი გავიგეო ხო ვინ არიან თბილისელები ჯორო უდუღე მე როგორ უცივეო პირველი თავისუფლება იყო გენიალური მერე პროფილაქტიკაში იყო ადუღებაზე ხელოსანთან ვიყავი რა მანქანა აწეული ქონდა გვერდზე იყო რადიატორის ხელოსანი და რადიატორ შიქს ეძახიან ჩვენებურად რა და ქუთაისელი მოვიდა და აუ ბიჭო მიდუღებს ბიჭო ეგი რას გიდუღებს იმანოთ რადიატორში რადიატორი რას სამიდუღებს ყავს მიდუღებს რას სამიდუღებს რადიატორი საქმოსნები იყვნენ ვიცნობდი რა ორნი და ერთი მეგობარი ვინც ყავდათ საქმეში ის გარდაიცვალა და იმის ბიჭი წაიყვანეს და გააგრძელებინეს იმ საქმე და პირველ ბავშვს ელოდება რა და ფორიაკობს აქეთ მივარდება იქეთ აუ რა უკნა ახლა და ეგი მუცელი რა ვტკიდოს რა გავაგეთო ახლა და ეგი და უთხრები აი რას ფორიაკა უთხრა შენამდე ბავშვები არ ყავს ჩვენო ახლა მაინც არისო მაგის საშუალო წეიყვანე დააწვინე ატკიდება მუცელი იქანა იქეთ მიხედავენ აუ მაგი რა კარგი მითხარია წაიყვანა და ფოთოლია მოძრავი ქალბატონი იყო რა რო დატოვა ჩააბარა სამშვიდობოს გამოვიდა და ეგი დაატრიალდა ახ სანიტარი ეგ თანი მიმტანი მომტანი ყველა გაიცნო ექიმი ხო და ხა პატივისცემა ხო და იქ რა და ის პერიოდი იყო ლარენ ფულობდა მაშინ ურეკავს ქმარს გზაში ამას შეეშინა უსმოთ ახალი მიყვანილი ყავდა მუცელი ხო რაია ხო მშვიდობა უთო მომისმენ რაგით 100 ლარიანი დაახურდა 1 ლარიანება 2 ლარიანება და მომიდანი აქანავ შეგოგო მანქანა მშობიარო თუ სეკას თამაშობ ახალი წელი დგება 30 რიცხვია და უკვე როგორ იყო იცით რომ თბილისიდან ვინც დავდიოდით ქუთაისში ავტობუსი მოდიოდა ხოლმე ამ დღესასწაულებზე და მოვყავ თბილისში რა შესვენებაზე ვართ გამოსულები აივანზე ყავას ვსვამ რა და როგორი ამინდია იცი თოვლჭყაპია რა თან თოვს თან დადებული აქვს თან დნება თბილოდა რა და მოკლედ ეხა ქართველი კაცის ამბავი იცით რა ახალი წელი კარს ჩამოხსნეს გაყიდის ახალი წელი სტუმარი უნდა მიიღოს ახალი წელი დაიყენოს რა და აი როგორი სახით მოდის იცი კაცი იქ არის მაგრამ არ არის ფიქრებს სხვაგან არის ფიქრებს სხვაგანაა რა ეხლა ჩემი აზრით რას ფიქრობს იმიტომ ყველა თითზე ქონა ეს ცელოფნები ქონა ჩამოკიდული და ჩანს ზემოდან ეს თითები გაშავებული რო აქვს რა პარკები რო სისხლია ხო პარკები აქვს სისხლი აღარ მოძრაობს ყველა თითზე პარკი აქვს და ეთყობა ყველა ფული დახარჯა რაც ქონდა ტაქსით ვერ მიდის ავტობუსს ელოდება ხაზის ავტობუსს ხო და ეხლა იცი როგორი ფიქრები აქვს ემჩნევა სახეზე აწერია რომ კაი ახალი წელი ხო მარა მე რა ვქნა ამ ფიქრებში არის და ეს ბირჟავიკები ქუთაისზე მაკვარანცხები ხო იცი ახალი გამოსული იყო ესეთი ასაფეთქებლები ფითილი ქონა გაკეთებული ლიმონკა იყო სულთა რა ხო და ეს ფიქრებში რო ეხა ამათ ვერ ამჩნევს რა ის თავის ფიქრებში და მან გაუკიდა ცეცხლი უყურებთ ამას ყველაფერს დიდი გუბე იყო და ამ გუბეში შეაგდო ესე ო დაიძახა მაგრამ ეს აიღო მთლიანად ეს ჭყაპი და გადაავლო ზედ ეს ვერ მიხვდა რა მოხდა ამ ხელა აფეთქება იყო თან ჭყაპი გადაევლო ეგონა ბომბა ჩამოაგდეს თუ რა იყო და ამ პარკების ხელს არ უშვებს თან აქეთ ესა იქეთ ესა დაბდეული და ესენი ხო ხარხარებენ და მიხვდა რაშიც იყო საქმე რომელი იყავითო ასე დაფეთებული ვეტაკე დედა თქვენ საფეთებულია ასე დაფეთებული ვეტაკე დედა თქვენ თან დედა თქვენს დილობიან რატო ისი რა მინდა გითხრა აი რამდენია ისეთ სახალისო ისტორიებს ყვები ან ყვებით ქნება სტუდიაში იყოს ან ისე ჩვენ შინაურულ წრეში აი სულ მახსენდება ჩვენი მეგობრები რომლებიც ჩვენს გვერდით არ არიან იმიტომ რომ ხან რომელიღაცის ფრაზა წამოტივტივდება ხან რეაქცია და დამეთანხმები ამაში და მოდი გაიხსენე ერთი ისტორია ამერიკიდან რომ მოფრინავდით შენ და ჩვენი დაუვიწყარი მამუკა უნაშვილი ზურა დოიჯაშვილი მზია კვირიკაშვილი და იუმორინას დანჩენი შემადგენლობა ამერიკაში კონცერტი ქონდა ყველა ერთად ვიყავით და რომ მოდიოდით იქიდან 4 ადგილიანი სკამი ხო არის შუაში და მე ვიჯექი ცხონებული მამუკაიში და მზია ყავდა შუაში და მე რეიჯი და დოიჯა და მამუკა ხა ჩოულ ამპლუაში არ ჩერდებოდა რა და მზია ყავდა ამოჩემებული მანამდე ლონდონში მზიას ჩაეძინა ქუდი დაუდო წინ და ხალხი გამო ფულს უყრიდნენ ხო და გაიღვიძა მზია ფული და დოიჯას უყურებს და ვა ამით პივა მოგვივა ეხა იქნებ ბრუნდები და არასვენებს მამუკა რა პროგრამაში ყავს ხო პროგრამაში ყავს რა და პროგრამაში ყავს და თან აწვალებს რა და
კაჩედი დამანებე თავი ისევნე მეძინება ამ ხელა გზა არის. რა გეძინება უნდა გაგათხო? უნდა გაგათხო. მაისა კაც რა დრო ჩემი გათხოვება. კაი გიჟი ხარო რა გიჟი ვარ უნდა გაგათხო, უნდა გაგაყოლო გერმანელსო. გერმანელსო. რატო გერმანელსო? რას ქვია რატო კაცო? ევროპაშიო ნომერ პირველი ეკონომიკა აქვთო? მაღალი ცხოვრების დონეო? განვითარებული ქვეყანაო. კაი კაც გამანებე თავი ხარ ამინდა მცივ ხალხთანო. თუ არ გინახე მცივ ხალხთან, მაშინ იტალიაში გაგათხოეკო. თბილი ხალხიაო? შენსავითო, თან სერიოზულად ელაპარაკება. შენსავითო სიცილი უყვართო? ნომერ მე-7 არის ეკონომიკაში. რა გინდაო? უყურებს ზია და კაიო ეხაო. თუ ჩემი გათხოვება გინდოდა თან ესე ძალიანო ამერიკაში არ ვიყავითო იქო ვერ მომიზებინეო ვინმეო? კაი მდიდარიო? არა ამერიკა არ გამოგვადგება. რატო? მოკლე ისტორია აქვს. ჩემპიონი იყო, აი ისეთ ასაი რაკურს მოძებნიდა, რომ ვერ წარმოიდგენდი. რაღაცებს იგონებდა სულ რა, სულ იმაში იყო, რომ რაი რაღაცა მოეგონა, მაგასაც და დოიჯაც ხონებული. აუ, საოცრად. იცი რა მინდა, გავიხსენოთ ერთად. და ალბათ ერთი 15 წელი ეთერში არ მიგვიცია ეს კადრები. რწყილი და ჭიანჭველა და როდესაც შენ ყოჩაღი ბურვაკი იყავი, ღორების ოჯახი რო მამა ღორს რომ თამაშობდა, მამუკა უნაშვილი, დედა ღორს, ჩვენი ბესო და რწყილი რა თქმა უნდა, შეუსველი რწყილი ჩვენი ვახტანგ ტანიშვილი. მოდი ეს ფრაგმენტი შევთავაზოთ ჩვენი შოუს მაყურებელს. რწყილი ახტა, რწყილი გახტა, ისევ ახტა, ისევ გახტა და კახეთში ღორებთან ჩახტა. Ein, zwei, drei, schicki, schicki, Schweine. Ai, გამარჯობა, თქვენი ბატონო ღორება. რომელი ხარო? წილი ვარ მე, წილი, გურული. ვიცნობ? ვერა. მერე გევიცნობ? გავიცნოთ რა. მამა ღორი, ჯაგარა. ეს აქიდენა ჩემი ოჯახიაო. დედა ღორი, მაშკა. და ჩვენი ბურვაკი მამა ენაცოლოია მამა მამი ჰო ეგა ის არ არის ფეხს რო დაისვამ და მე თავზე რო აგაცოცდება ჩუმადი ბიჭო სირცხვილია სხვანაირად მე გავიგებ გენაცვალე ჯერა ბურვაკია კივღადა ბურვაკია რა დურაკია არ გეკადრება მაი ახალგაზრდა კოროიზაგდია ტილი და მე ვარ წილი სუსხა ფორმატია ერთი ნეხვია რა ეგეც კაბენარ თავარდი ისევრეო ეხლა არჩევნები მოდის და ხმის მიცემა ნებავს ჯო ეს ერთი ხმა გადამჩენია და ეს მაინც ჩამარჩინეთ კაცო არქი ხმას გაუფრთხილი ამაღამ გამაგადგება ხო ეგრეა გენაცვალე ადრე ვიძლეოდი ეხლა აღარ ვიძლევი ხმასა ნუ იტყმეინები ადამიანო სხვა რა გინდო ჯაგარი მინდა თქვენო უღრუტუნებულესობა ჯაგარიო ხო ჯაგარი დავგრიყავ ჯაგარს დავწნი ბაწარს ჩუგდებ და ამუათრევ ამ სასიკვდილეს მაგას დახე მამი ძვაკაცი თინე დომებია ვახ 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 ვაი 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 წყალში ჩავარდნია და სადაც არის დაეხშობა ძმაი ჯაგარსა და ბაწარშია ეხლა მისი ხსნაი he will survive oh no no walk out the door for as long as I know how to love I know I stand out I've got all my life to live I've got all my love to give he will survive დიდი მადლობა ჩემო ძმაო მობრძანებისთვის ჩვენი სტუმარი გახდათ დათო როსტომაშვილი